მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე. დღეს ჩვენ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა აი ამ ძალიან საინტერესო იტალიური ტაროს დასტით, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს სხვათა შორის, რომელსაც იმედი მაქვს უახლოეს ვიდეოებში მოგიყვებით. კარგი ხანი არ დამიდია ახალი ვიდეო და პრინციპში ეს ბოლო რამდენიმე თვეც საკმაოდ როგორ ვთქვათ, მსუბუქად რო ვთქვათ, საინტერესო იყო და განსხვავებული. რასთან დაკავშირებითაც მინდოდა ვიდეოს ატვირთვა. ეს იქნება ერთგვარი ესეთი ეზოთერული ვლოგი, სამოგზაურო ვლოგი და აი სწორედ ამ საინტერესო მოგზაურობას უკავშირდება ეს ტაროს დასტაც, რომელზეც შეიძლება ისდაგვარად იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მოგიყვებით, როგორ ჩამივარდა ხელში, რა ისტორია აქვს ამ დასტას და ასე შემდეგ. მაშსადამე დღეს ჩვენ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა კითხვაზე რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. და ეკრანზე ხედავთ 4 ვარიანტს. უნდა ჩაიფიქროთ ეს კითხვა, იფიქროთ კითხვაზე რა მჭირდება ყველაზე მეტად ამჟამად. კონცენტრირდით ამ კითხვაზე და აირჩიეთ აქ მოცემული 4 ვარიანტიდან ის, რომელზეც ყველაზე მეტად გაგიწევთ და გიკარნახებთ გული და თქვენი შინაგანი ხმა. თუ გჭირდებათ მეტი დრო იმისათვის, რომ მოიფიქროთ, დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ პირად კონსულტაციებზე ჩაწერა, უნდა მომმართოთ პირად შეტყობინებებში, ჩემს Facebook პროფილს და აგრეთვე WhatsApp-ის ნომერს იხილავთ ეკრანზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხართ დაინტერესებული ეზოთერული შემსწავლელი ონლაინ კურსებით, ეწვიეთ ჩვენს საიტს სახელწოდებით grimoire.g. მე კი გადავალ პირველი ვარიანტის პასუხის განხილვაზე. მაშსადამე პირველ ვარიანტთან ჩვენ მოგვივიდა არკანი ეტლი. ზოგადად ნებისმიერ არკანს, ნებისმიერ ტაროს კარტს აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობები. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს პირველი მეტად მარტივი, ზედაპირული თუ გსურთ, ან მატერიალური ასპექტი, ხოლო მეორე არის მეტად ღრმა, ფილოსოფიური, სულიერი და ეზოთერული ასპექტი. ამ შემთხვევაში, რასაც გვეუბნება ეტლის არკანი, ეს არის, რომ უპირველეს ყოვლისა მატერიალურ დონეზე რაც გჭირდებათ, ეს არის მეტი მოძრაობა, მეტი გადაადგილება და მოგზაურობა. ბოლოს და ბოლოს, მსგავსად იმისა, როგორც მრავალ უძველეს ეზოთერულ ტექსტში არის ნახსენები, ჩვენ შეიძლება საკუთარი თავი, საკუთარი სული და ენერგეტიკა შევიცნოთ და განვავითაროთ სხვადასხვა ცერემონიებითა და რიტუალური პრაქტიკებით, თუმცა სამყაროს შეცნობა არის შესაძლებელი მისი ხილვით, მისი დათვალიერებით, რაც ყველაზე მეტად და საუკეთესოდ მიიღწევა სწორედ მოგზაურობით, ასე რომ მატერიალურ დონეზე გჭირდებათ გადაადგილება, ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა, ხოლო სულიერ და მენტალურ დონეზე გჭირდებათ მეტი ფოკუსირებულობა, გონების მეტი სიმშვიდე თუ გსურთ ასე ვთქვათ და ვფიქრობ ის, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო ამ წუთში არის არა მხოლოდ ფოკუსის დაჭერისა და შენარჩუნების უნარი, არამედ არის გამარჯვება ხილული, გამარჯვება შესამჩნევი და საგრძნობი. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ალბათობით ბოლო პერიოდების განმავლობაში შესაძლოა გაკლდათ ხილული, ესეთი ხელჩასაჭიდი რეზულტატები, შესაძლოა არ გაქვთ ისეთი შედეგები, რომელიც არის შესამჩნევი, გაზომვადი, აწონვადი თუ ხელშესახები. შესაბამისად ეს შეიძლება, რა თქმა უნდა, იწვევდეს ჩვენში თვითრწმენის ნაკლებობას, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იწვევდეს ეჭვებს, შესაძლოა იწვევდეს თვითშეფასების დადაბლებას, მოტივაციის დაკარგვას და ასე შემდეგ. აი მსგავსად იმისა, როგორც გჭირდება მაგალითად, როდესაც ხარ დაკავებული სპორტით, რომ იხილო შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ შენი ჯანმრთელობა ვითარდება, შენი ფიზიკური სხეული ლამაზდება, გჭირდება ამ შედეგების ხილვა იმისათვის, რომ შენარჩუნდეს მოტივაცია და არ შეგექმნას იმის განცდა, რომ რაღაცით ხარ დაკავებული ფუჭად და ამაოდ. აი მსგავსად ამისა ვფიქრობ, რომ თქვენც გჭირდებათ ცხოვრებაში გარკვეული სახის ტრიუმფი, გამარჯვება, გჭირდებათ ხილული რეზულტატი, რომ როგორც იქნა გაიბრწყინოთ, გამოავლინოთ თქვენი თავი და შეძლოთ შესაბამისად განწყობის ამაღლებაც. ამისათვის გჭირდებათ მეტი მონდომება, მეტი ფოკუსირებულობა, ბრძოლა უპირველეს ყოვლისა, რადგან ეტლი არის გამარჯვება მოსული არა დაცდისა და ლოდინის შედეგად, არამედ პირიქით ეს არის გამარჯვება მოპოვებული ჩვენი ქმედებებითა და ბრძოლით. შესაბამისად იბრძოლეთ, იყავით მონდომებული და მოიპოვეთ გამარჯვება, რომელიც გეკუთვნით.
ახლა კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მასადამე მეორე ვარიანტთან ჩვენ ამოგვდის ჩამოკიდებული კაცი, რომელიც სავარაუდოდ თუ კი ტაროს იცნობთ, შეამჩნევდით, რომ აქ შედარებით განსხვავებულად არის გამოსახული. გამომდინარე იქიდან, რომ ტაროს დასტების აბსოლუტურ უმეტესობაში ამ ჩამოკიდებულ კაცს ხელები აქვს შეკრული ზურგს უკან. აქ კი ხელები ხილულია და აშკარად ვხედავთ, რომ ისე ბღაუჭება ამ ორ ტომარას, რომელიც არის სავარაუდოდ ფულის ტომრები. მასადამე რას გვეუბნება ჩამოკიდებული? ჩამოკიდებული კაცი განასახიერებს სტაგნაციას, უძრავ მდგომარეობას და სასჯელს ღალატისათვის. ცხადია, აქ არ არის საუბარი რომანტიულ ან ინტიმური ხასიათის ღალატზე, აქ არის საუბარი სამშობლოს ღალატზე, ასე თქვათ, ან მეფის ღალატზე. Როგორი რაღაცა ეცით, რა თქმა უნდა, აქ სამშობლოს ღალატზე ჩვენ არ გვაქვს საუბარი, ეს არის სიმბოლიკა, რომელიც ჩვენ უნდა მოვარგოთ ჩვენს რეალობას, ჩვენს პრაქტიკულ საჭიროებებს და თქვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავის, საკუთარი პრინციპების ან საკუთარი რეალური მისიის თუ სიღრმისეული ღირებულებებისა და მიზნების ღალატი. ანუ ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როდესაც ის თავს იმყოფებს ამ სტაგნაციურ მდგომარეობაში, რაღაცებს ეჯაჭვება და ასრულებს ისეთ რაღაცებს, რომლის შესრულებაც სულაც არ უნდა. რა თქმა უნდა, ზრდასრულობა იმასაც გულისხმობს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობები და ხშირად იმის კეთება მოგვიწევს, რაც არ გვინდა ან არ მოგწონს, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი იძენს მუდმივ ხასიათს და როდესაც ადამიანი ამ მისთვის არასასურველ ქმედებებს ახორციელებს, მოდით ესე ვთქვათ, ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, აი მერე უკვე ეს ყველაფერი ჩვენი ფსიქიკის მხრიდან თუ ენერგეტიკის თუ გსურთ მეორე მეს მხრიდან აღიქმება როგორც ღალატი. ასე რომ დაიწყეთ საკუთარ თავზე რეალურად ზრუნვა, დაიწყეთ რაღაცების დათმობა და ისეთი რაღაცების შესრულება და შემოტანა თქვენს ცხოვრებაში, რაც რეალურად გსურთ და გჭირდებათ. თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ცვლილება და უძრავი მდგომარეობიდან გამოსვლა, რაც მოხდება მხოლოდ იმის შემდგომ, რაც დათმობთ გარკვეულ ან მატერიალურ მიჯაჭვულობას, რომელზეც ცოტა ხანში ვისაუბრებ, ან მას შემდგომ, რაც შეცვლით თქვენს ხედვას, თქვენს პერსპექტივას, მსოფლ მხედველობასა და აღქმას. მიჯაჭვულობას რაც შეეხება, როგორც აღნიშნე, ხედავთ, რომ აქ ჩამოკიდებულს ქვემოთ ეკაჩება ეს ტომრები, ის მათ ხელს არ უშვებს. ეს არის გარკვეული სახის, მოდით ესე ვთქვათ, მატერია, რომელიც აშკარად იძირება, რომელსაც თან მივყავართ, მსგავსად იმისა, როგორც გემი, რომელიც იძირება, თან წაიღებს მის კაპიტანს, თუ კი კაპიტანი არ გაიქცევა და გადაირჩენს თავს. ხოლო ჩვენს რეალობაში ეს შეიძლება განასახიერებდეს რას? ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც უკან გვეკაჩება. ეს შეიძლება იყოს სამსახური, რომელიც აღარ გვავითარებს. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, რომელიც მუდმივად გულს გვტკენს და უპატივცემულოდ გვექცევა. ეს შეიძლება იყოს ფული, რომლის შოვნაც სულ არ გვსიამოვნებს და ფული, რომლის გამოც შეიძლება თავს გრძნობდეთ არც ისე კარგად, ესე ვთქვათ, არც ისე კეთილსინდისიერად. ეს შეიძლება იყოს ფული, რომელიც ძალიან ძვირად გვიჯდება ემოციური და მენტალური რესურსის თვალსაზრისით ასევე. ასე რომ შეეცადეთ, რომ შეცვალოთ თქვენი ხედვა, შემოიტანოთ ცვლილებები, იყოთ მეტად გულწრფელი საკუთარ თავთან და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ფული, ურთიერთობები, მეგობრობა, სამსახური თუ სხვა ნებისმიერი რამ. დაკავდით იმით, რაც რეალურად იქნება საუკეთესო თქვენთვის. ანუ ამ შემთხვევაში უკვე დრო არის, რომ გამოხვიდეთ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საჭიროებებიდან გამომდინარე, იქნება რომ ჩამოკიდებული ხშირად განასახიერებს შფოთვასაც, შფოთვას გადასახადებზე, შფოთვას ფინანსებზე, ან შფოთვას იმაზე, რომ ვაიმე ხვალ რამე შველება, ვაიმე მარტო რო დავრჩე, რომ დავშორდო იმ ჩემს ვთქვათ მოძალადე პარტნიორს ან რაიმე მსგავსი, ასე რომ შეგეშინდებათ ცვლილებების, რადგან თუ კი თქვენ თვითონ არ დაიწყებთ ცვლილებების შემოტანას, მაშინ ამას გააკეთებს სამყარო თქვენს ნაცვლად. იმიტომ რომ ეს ცვლილებები ძალიან გჭირდებათ. ახლა კი გადავალ მესამე ვარიანტზე. მასშტაბი. მესამე ვარიანტში ამოგვივიდა საკმაოდ რთული არკანი, რომელიც ბევრს შესაძლოა არ ეცნოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის სტანდარტული ტაროს დასტა, ეს არის ეგრეთ წოდებული ფლორენციული ტაროს დასტა, იგივე მინკიადე. აქ ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად გაერთიანებული ორი ტაროს არკანი. ეს არის არკანი ეშმაკი მე-15 და არკანი კოშკი მე-16 კარტი.
ამ შემთხვევაში ამ კარდს ძირითადად იტალიაში ძველად უწოდებდნენ ეშმაკის სახლს. და რას ვხედავთ ამ კარდში? ვხედავთ როგორ გარბიან ადამიანები, ან ადამიანი კოშკიდან, რომელიც შესაძლოა იწოდეს, ან შესაძლოა რაღაც სამარხიდან. ერთის მხრივ ზოგჯერ ხსნიან ამას როგორც ჯოჯოხეთიდან გაქცევასა და ევაკუაციას სცენას, რომელსაც ვხედავთ ამ სურათში, ზოგ შემთხვევაში ეს არის გაქცევა გარკვეული სახის კატასტროფისაგან, მაგალითად გაქცევა სახლიდან, რომელიც იწვის. და საკითხავია კი, პირველი ფიგურა აშკარად არის მსხვერპლი, ნახევრად შიშველი ქალბატონი, რომელიც გარბის და ცდილობს რომ თავს უშველოს, მაგრამ მის უკან ვინ დგას, ეს არის უცნობი. შესაძლოა ეს არის ეშმაკი, რომელიც უკან ეკაჩება, შესაძლოა მისი ქმარი, რომელიც უკან ეკაჩება, ან შესაძლოა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მასთან ერთად ცდილობს გაქცევას. ასეა თუ ისე ეს ძალიან ინტენსიური, დრამატული და ესეთი მძაფრი სიუჟეტის ამსახველი კარტი გვეუბნება შემდეგს, რომ ამჟამად თქვენ გესაჭიროებათ ევაკუაცია, გაქცევა რაღაცისაგან, რაც შესაძლოა გაწუხებდეთ, გტანჯავდეთ, არ მოგწონდეთ, არ გსიამოვნებდეთ და ასე შემდეგ. ეს მოდით ესე ავხსნათ, ეს არის გარკვეული სახის პერსონალური სატანჯველი. ვიღაცისათვის ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა, ვიღაცისათვის შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელში ყოფნაც არის გაუსაძლისი, თქვათ ადამიანი თუ არის ემიგრაციაში ისეთ ადგილზე, რომელიც მას არ მოსწონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ რომ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რა არის, რაც მე რეალურად ამ წუთში მაწუხებს და რისგანაც მე მჭირდება გაქცევა. რა არის, რასაც უნდა მოვშორდე, რასაც უნდა მივცე იმის უფლება და საშუალება, რომ ეს დაინგრეს. ნახეთ როგორი რაღაცა, თუ კი რაღაცები ახლა თქვენს ცხოვრებაში ინგრევა და გადის ესეთ სწრაფ და მძაფრ ტრანსფორმაციის პროცესში, ეცადეთ არ გამოეკიდოთ. ეს იგივეა რომ შევარდეთ სახლში, რომელიც ხანძრის ალშია გახვეული და ეცადათ რომ იქ რაღაც ნივთები გადაარჩინოთ. კი მესმის რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს პირველადი აუცილებელი ნივთების წამოღება, მაგრამ აი სურათშიც კი ხედავთ, ქალბატონი ფაქტობრივად შიშველი გამოიქცა ხო სახლიდან. რატომ? რადგან ამ შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი არის ადამიანის კეთილდღეობა და მისი უსაფრთხოება. შესაბამისად შეეცადეთ რომ არ შეხედოთ სამყაროს ვარდისფერი სათვალით, არ ჩათვალოთ რომ ყველაფერი კარგად არის, რა უჭირს, თუ კი რეალურად გახართ პრობლემის წინაშე. თუ კი არსებობს პრობლემა თქვენს ცხოვრებაში, გაეცალეთ მას, თუ კი არსებობს პროცესები, რომელიც გადის ესეთ უხეში ტრანსფორმაციისა და ნგრევის პროცესებსა და ნაბიჯებს, მიეცით საშუალება, რომ ყველაფერი დაინგრეს და დაიწვას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში ნგრევის პროცესი გადის არა ის, რაც რეალურად გჭირდებათ, ან რაც თქვენთვის არის სასარგებლო, არამედ პირიქით ყველაფერი ის, რაც არის უსარგებლო, ზედმეტი, ცუდის მომტანი და თქვენი განვითარებისა და ბედნიერების შემაფერხებელი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საკუთარ სულიერ და ემოციურ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს ზრუნვა, შეიძლება ეს იყოს ფიზიკურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დასვენება, მოდუნება, განტვირთვა და ასე შემდეგ. და აგრეთვე რაც არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კარტის, ეს არის სიმართლე და პასუხები. თქვენ გჭირდებათ პასუხების პოვნა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, რაღაცებში გარკვევა, ცხოვრების კარგად დაგეგმვა, ჩამოყალიბება რაღაცების და შესაძლოა სიმართლე. ეს კარტი ხშირად განასახიერებს ასევე სიმართლეს. არა პირდაპირ გაგებით რაღაცის ნგრევას, ცხადია აქ, როდესაც ნგრევაზე და ცეცხლზე ვსაუბრობთ, ეს სულაც არ არის ფიზიკური კატასტროფა, ეს უფრო მეტად არის მოდით ესე ვთქვათ, მენტალური ეფექტი, რომელიც ხშირად მოაქვს ინფორმაციას, ხშირად მოაქვს სიმართლეს, რომელიც არის მწარე, მაგრამ აუცილებელი. რადგან ზოგჯერ სწორედ ამ მწარე სიმართლეს შეუძლია ჩვენი გამოფხიზლება და გადარჩენა. ახლა კი გადავიდეთ ბოლო მეოთხე ვარიანტზე. მასწადამე, ბოლო მეოთხე ვარიანტში ჩვენ მოგვივიდა ამ ფლორენციული ტაროს ძალიან საინტერესო არკანი სახელწოდებით რწმენა. ერთის მხრივ ეს ყველაფერი გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენ მართლაც რომ გჭირდებათ პირდაპირ გაგებით მეტი რწმენა. და როდესაც ვამბობთ რწმენას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური, თეოლოგიური თუ მისტიკური ხასიათის რწმენა. აქ არის საუბარი სხვადასხვა ფუნდამენტურ რწმენა შეხედულებებზე და ადამიანის არსების, ცხოვრების მთავარ შემადგენელ საყრდენ
კომპონენტებზე, იმაზე თუ რა იქნება თქვენი ცხოვრების ქვაკუთხედი ამ ეტაპზე. ამისათვის აუცილებელია უპირველეს ყოვლისა, რომ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები, რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და დაკავდეთ ინტროსპექციით. დააკვირდეთ თუ რა არის თქვენი მთავარი, ყველაზე ფუნდამენტური და უცვლელი ღირებულებები და იდეები, რომელსაც ეყრდნობით. მარტივად რო ვთქვათ, ეს იქნება ყველაფერი ის, რაც ყოველგვარი ცვლილების, ტრანსფორმაციის, ახალი ინფორმაციის მიღების, ძველი რწმენა შეხედულებების, გაკრიტიკების, მიწასთან გასწორების თუ დაცინვის შემდგომაც კი შენარჩუნდება და იქნება მყარად ჩვენს ცხოვრებაში. ხოლო ყველაფერი ის, რამაც ვერ გაუძლო კრიტიკას იქნება ეს, სიმკაცრეს იქნება ეს თუ თუნდაც ზედაპირულ დამოკიდებულებებს იქნება ყალბი. ეს არის რა თქმა უნდა ამ არკანის მეტად მატერიალური, უფრო მიწიერი ასპექტი, თუმცა უფრო მაღალ სულიერ ასპექტში ეს არკანი გვეუბნება, რომ თქვენთვის აუცილებელია სამყაროს კანონზომიერებების უფრო დეტალურად გაცნობა, შეცნობა და ათვისება, გაგება იმის თუ როგორ მოქმედებს სამყარო, როგორ მოქმედებს მისი კანონზომიერებები უფრო მაღალ მეტაფიზიკურ და ეზოთერულ დონეზე. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება რომ შეიძინოთ მეტი ინფორმაცია, იქნება ეს რელიგიების, სხვადასხვა კულტურების, თეოლოგიის შესწავლა, იქნება ეს ფილოსოფია თუ ეზოთერიკა, იქნება ეს ასტროლოგიის შესწავლა, დაკვირვება, მოსმენა შესაბამისი ინფორმაციის, იქნება ეს შესაბამისი ხასიათის ფიზიკური ან ონლაინ კურსები, ლიტერატურა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაციის გაგება და ისეთ რაღაცებში ჩაღრმავება, რაც მეტად დაგანახებთ და მოგცემთ იმის აღქმის საშუალებას თუ რა პროცესები მიმდინარეობს თქვენი ცხოვრების დაკვირვებადი, მოდით ესე ვთქვათ, მატერიალური ხიდული ნაწილის მიღმა. ეს რწმენა ერთის მხრივ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაინახოთ უფრო მაღალი, უფრო მნიშვნელოვანი მხარე თქვენი ცხოვრების, ყოველდღიური საქმიანობის და პიროვნების და აგრეთვე სავარაუდოდ მოგცემთ გარკვეული სახის შვებას და იმედსაც. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ეყრდნობს მხოლოდ ფაქტებს და მხოლოდ ცხოვრების რაციონალურ მხარეს, ეს ძალიან ძნელია. ეს იყო და ეს. ამით სრულდება ჩვენი საჯარო გაშლა. იმედი მაქვს მოგეწონათ, კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდა აქ მიღებული ინფორმაცია, რამდენად დაემთხვა ის რეალობას, გამიზიარეთ თქვენი აზრი და შთაბეჭდილებები. ხოლო მე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, თუ კი რა თქმა უნდა მოგწონთ მსგავსი ხასიათის კონტენტი, რადგან თქვენი აქტივობა ერთის მხრივ იმასაც შეუწყობს ხელს, რომ უფრო ხშირად ამოგიგდოთ მსგავსი კონტენტი, თუმცა აგრეთვე რა თქმა უნდა ხელს შემიწყობს მე და ხელს შეგვიწყობს ჩვენც, ვინც მუშაობს გრიმუარის არხსა და ჯგუფზე, იმისათვის რომ გავაგრძელოთ ამ საქმის კეთება და უბრალოდ ვიქონიოთ მოტივაცია იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი სტატიები, ახალი ვიდეოები, პრაქტიკები, ლექციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო მათ, ვისაც სურთ პირად ტაროს სესიებსა და კონსულტაციებზე ჩაწერა, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მომმართოთ პირადში. ამ შემთხვევაში ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე, სადაც იქნება გამოსახული ჩემი Facebook პროფილი და WhatsApp-ის ნომერი, სადაც შეგიძლიათ რომ მოგწეროთ. ხოლო თუ გსურთ ონლაინ კურსების გავლა, ან ეზოთერული პრაქტიკების შეძენა და შესწავლა, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენ საიტს grimoire.g, სადაც იხილავთ ყველაფერს. დროებით გემშვიდობებით, მომდევნო ვიდეომდე.